Mr. Pink, აპირებთ მიჰყვეთ დონალდ ტრამპს და თავიდან მოიშოროთ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის, ისევე როგორც გარემოს დაცვითი პროგრამები თქვენს კომპანიებში. BlackRock-ი უამრავი თვალსაზრისით იმის საწინააღმდეგოა, რასაც დონალდ ტრამპი ამბობს. თქვენ ავტორიტარული ხართ, ანტისახალხო. არ აპირებთ ამ ყველაფრის შეცვლას. საერთოდ რა სიტყვით დონალდ ტრამპზე? ესაუბრეთ დონალდ ტრამპს მას შემდეგ, რაც აირჩიეს. რატომ გაურბიხართ ასეთ მნიშვნელოვან შეკითხვებს? უბრალოდ უპასუხეთ ამ შეკითხვას. ესაუბრეთ თუ არა უკვე პრეზიდენტ ტრამპს. Mr. Pink, რატომ ჰკრავს ხელს თქვენი დაცვა ჟურნალისტებს? ეს მარტივი შეკითხვებია, მათზე პასუხის გასაცემად დაცვა გჭირდებათ? შემდეგი 4 წელი დონალდ ტრამპის მმართველობის ქვეშ ბიზნესისთვის ცუდი იქნება? რომელს უფრო დიდი შემოსავალი მოაქვს თქვენთვის? ომს უკრაინაში თუ მშვიდობას უკრაინაში? მან მართლა სურათი გადამიღო? Mr. Pink, ეს რას ნიშნავს? უნდა შემეშინდეს? საფრთხე მემუქრება? მთელი ცხოვრება ასე ცხოვრობთ? კიდევ ხელი მკრა. ბოლოს როდის უპასუხეთ შეკითხვებს? თქვენ არ იცოდით, რომ ეს გელოდათ, არა? რატომ ხართ ასეთი უპასუხისმგებლო? როგორ ფიქრობთ, რისთვის იმსახურებთ ამ ხელა ძალაუფლებას? რატომ უღებთ ფოტოებს იმ ჟურნალისტებს, რომლებიც შეკითხვებს გისვამენ? ვის უფრო მეტი ძალაუფლება აქვს, თქვენ თუ პრეზიდენტ ტრამპს? როგორ ფიქრობთ, რატომ სძულ ხართ ყველას მსოფლიოში? როგორ ფიქრობთ, რატომ ამბობენ უფრო და უფრო მეტი შტატები ამერიკაში უარს თქვენს გარემოს დაცვით პროგრამებზე? რატომ უტენით საკუთარ იდეოლოგიას თავში თქვენს ინვესტორებს? რატომ ფიქრობთ, რომ არ ხართ ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე? მხოლოდ იმიტომ, რომ მდიდარი ხართ? გგონიათ, რომ შეკითხვებზე მაღლად გახართ? რატომ არ პასუხობთ? დარწმუნებული ვარ, პასუხები გაქვთ. როგორ ფიქრობთ, რატომ სძულს მთელ მსოფლიოში ყველას BlackRock-ი? რაიმე პასუხისმგებლობას იღებთ ამაზე? ვის აკისრებთ ამაზე პასუხისმგებლობას? რა თქმა უნდა, მეწილეებს, არა? რატომ არ ამოწმებთ, როგორია თქვენი იდეოლოგიის მხარდაჭერა? ეს ყველაზე არაკომფორტული სიტუაციაა, რომელშიც ოდესმე ყოფილხართ? ფიქრობთ, რომ ეს ნორმალურია? ფოტოს მიიღებთ იმიტომ, რომ მოგვიანებით მიპოვოთ? ამან უნდა შემაშინოს? თქვენმა დაცვამ თქვენგან ისწავლა, რომ უბრალო ხალხს უპატივცემულოდ მოექცეს. ასე ექცევით რიგით ადამიანებს, Mr. Pink. რომელ პოლიტიკოსებთან გქონდათ შეხვედრა, თუ საიდუმლო არ არის? თქვენაერი მდიდარი ძალაუფლების მქონე და ჭკვიანი ადამიანი შეკითხვებს არ პასუხობს თუ უბრალოდ ფიქრობთ, რომ შეკითხვებზე მაღლად გახართ? რა არის თამაშის დასასრული თქვენთვის? თქვენ მდიდარი ხართ, ძალაუფლების მქონე. რა არის შემდეგი ნაბიჯი? გინდათ, რომ პრეზიდენტი გახდეთ? გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.